მოგესალმებით, მეგობრებო. ვიწყებთ ჩვენ ყოველკვირეულ ვიდეო მიმოხილვას Forex ბაზრის. დღეს არის 4 აპრილი, კვირა დღე. და შევხედოთ რა მოგვიტანა სასურმა კვირამ და რა შეიძლება ველოდოთ შემდეგ კვირაში. დავიწყოთ ევრო-დოლარი ტრადიციულად და გავიხსენოთ თუ რა სიტუაცია ქონდა ჩვენ წინა კვირას და რა პროგნოზი ქონდა. ვიყავით აი ამ ზონაში და ველოდებოდით მინიმუმის გარღვევას, თქვით რომ ეს მოძრაობა არ არის ისეთი, რომელიც გავდეს მოტრიალებას. და ველოდებოდით მინიმუმის გარღვევას და იქნება მიღწეული ფიბონაჩის 38.2 თონე, რომელიც ემთხვეოდა 1117-ს. რამოდენიმე პუნქტი დააყრო ფასმა იმ ზონამდე, შეიძლება ითქვას, რომ მიზანი მიღწეულია, საფასო მიზანი, არ არის გამორიცხული ვაკიდან მოტრიალებას ველოდოთ. შევხედოთ 1 საათიან გრაფიკის გავს თუ არა ეს იმპულსურ მოძრაობას. შეიძლება ესე დაყოფა ამის 1 2 3 4. თუ მივიღეთ ჩვენ შემდეგ კვირაში ან ორშაბათს მეხუთე ტალღა, რომელიც მე იქნება კორექცია, შეიძლება აქ უკვე შესვლის წერტილების მოძებნა ბაიზე, მაგრამ თუ ფასმა ვერ მიაღწია ამ მეხუთეს და გააგზერა დაღმასვლა, შეიძლება ამ დონემდე ჩამოვიდეს და მინიმუმით გაარღვიოს კიდევაც და მივიღოთ უფრო ღრმა კორექცია. ანუ პრინციპი შემდეგია: ვხებულობთ იმპულს 5 ტალღოვანს, კორექცია და დონეებიდან ფიბონაჩის ბადეს გავავლებთ, დონეებიდან თუ იქნება რამე სიგნალი, რამე პატერნი, შეიძლება შესვლის წერტილები მოძებნა და სტოპი რაც მოგდათ შესაბამისი. თუ პირდაპირ ფასი წამოვიდა ქვემოთ, მაშინ ბაიზე ლაპარაკი ჯერჯერობით იქნება ნაადრევი. შეხედოთ როგორც მოიქცევა ფასი, იმიტომ რომ ორივე შესაძლებლობა არის, ორივე დონესთან კი არის მისული ფასი, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა კორექციის მიღება, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. გადავიდეთ ფუნტზე. აქ ჩვენ ვიყავით, აი ეს სიტუაცია იყო კი და ვიზახდით რომ შეიძლება ეს ევროსთან განსხვავებით თუ გახსოვს ვიზახდით რომ იმპულსური მოძრაობა, ამიტომ შეიძლება აღმასო კიდე გაგრძელდეს. მივიღეთ კიდევ ერთი ტალღა, ანუ მივიღეთ ესეთი სამიანი ქვემოთ და იზრდება რაღაც ჩემი აზრით ფასი გადადის რაღაც ფლეტურ მოძრაობაში. ეხლაც იმყოფება ამ დონესთან მაქსიმუმი აქედან მოხდა 100 წელიწა და ნახოთ როგორ მოიქცევა ფასი ამ დონესთან. იქნება აქედან პატარა კორექცია და მინიმუმის გარღვევა შეიძლება შესვლა. თუნდაც აი ამ მინიმუმამდე შემდეგი მიზანია ეს. იქნება გარღვევა, შეიძლება უკვე საპირისპიროთ. მაგრამ რას გვაძლევს რა სიტუაცია ტალღებიდან გამომდინარე, რომ შევხედოთ, აქ არის ისევ და ისევ ვიზახი არასაკმარისი კორექცია, ამიტომ ძირითადი მაინც დაღმასვლა შეიძლება გარკვეული მოძრაობის მერე ისევ გაგრძელდეს და მივიღოთ უფრო ღრმა კორექცია. ოღონდ ეს შეიძლება ცოტა ხანი გაიწელოს დროში. ანუ გამომდინარე იქიდან თუ როგორ მოიქცევა ახლა ფასი აქ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ასე თუ ისე მაგას პატარა აღმასვლისკენ არის, თუნდაც აი ესეთი აღმავალი სამკუთხედის ფორმასაც ღებულობს ფასი, შეიძლება მე მოხდეს, ანუ ფასი აწვება თითქოს და ამ დონეს და გარღვევას ცდილობს. ნახოთ როგორ იქნება. მოხდა ჩამოსვლა, მაშინ შეიძლება აქედანაც მოხდეს ისე ფლეჩი გადასვლა, მოკლედ ვარიანტები ბევრია, ჯერჯერობით გვაქვს ეს, როგორ გამოვიყენოთ. გასაგებია დონეებიდან ვინც ვაჭრობს 100-ზე და გარღვევაზე, მიიღეთ გადაწყვეტილება უკვე თქვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, ისე ვიზახი. პატარა კორექცია უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე, მოდით 1 საათიანი ვნახოთ როგორია. ეს მოძრაობები მოგეხსენებათ პარასკევი იყო მთელ ამერიკაში, ევროპა აღნიშნავს აღდგომას კვირა დღეს და პარასკევს ციცელი ბაზარი დახურული იყო და ამიტომაც არ იყო ესეთი მოძრაობა თითქმის არ იყო რა ბაზარზე, ამიტომ მოხდა ესეთი სურათი. ანუ შეიძლება აქ მინიმუმის გარღვევაზე ღამე რა თქმა უნდა და დაველოდოთ დილა ორშაბათს ლონდონის ბირჟის გასწრა როგორ გაიხსნება, ნახოთ როგორ მოიქცევა ფასი. USD JPY-მა გააგზავნა აღმასვლა და მიაღწია ჩვენს მიერ აღნიშნულ
ზონას წინა ანალიტიკის დროს გახსოვთ თქვენ ჩვენ გავავლეთ ეს ზონა და აქ მოვიდა შეიძლება უფრო ავიდეს, მაგრამ ფაქტი ის არის რომ თითქოს და დაასრულა ხუთიანი იმპულსი დასრულებულია თუ არა, შეიძლება თუ არ გაიწერა მეხუთემ, შეიძლება აქედანვე მივიღოთ უკვე კორექცია. მოდით ამის გასარკვევად შეხედოთ თვითონ მეხუთე ტალღის შიდა სტრუქტურა როგორია, მოგეხსენებათ ისიც უნდა იყოს ხუთტალღოვანი, რომ უნდა ჩვენ უკვე ესე იგი აღნიშნული პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთეს თუნდაც სიტუაცია ერთი ტალღა მაინც გჭირდება ზემოთ, ანუ შეიძლება კიდევ ერთხელ გაიღოს მაქსიმუმი და მერე ვნახოთ კორექცია. უფრო მოსალოდნელია მაინც მაქსიმუმის გარღვევა, იქიდან გამომდინარე რომ შეხედეთ აქ საწინაზე ჩანს ესეთი ერთი საწინზე უფრო საკორექციო მოძრაობა. რომლის შედეგად ესეთ ირღვევა ისე მომავალი წინა ტრენდის მიმართულებით. შემდეგ შეიძლება ვნახოთ დაღმასვლა. ანუ ჩემი აზრით კიდევ ერთი გარღვევა შეიძლება მოხდეს მაქსიმუმის. USD კანადაზე ჰქონდა ჩვენ ესეთ სიტუაცია. ვიყავით ამ ზონაში. მოხდა კიდევ ერთხელ მაქსიმუმის გარღვევა და ჩამოსვლა. ეს მოძრაობა გავს იმას, რომ დაღმავალი შეიძლება გაგრძელდეს, მეიდან ეს არ იყო ისეთი იმპულსური მოძრაობა, მაგრამ შეიძლება ეს დავყოთ რაღაც საწყის დიაგონალის ფორმით და შეიძლება ეს იყოს ამის კორექცია და მერე კიდე ერთი აღმასვლა ვნახოთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს გავს თითქოს იმპულსურ აღმასვლას, მერე შემდეგ შეიძლება მივიღოთ ესეთი პროგრამა ამ დონეებამდე და ამის გარღვევით ისევ გავიმეორებ ისევ და ისევ, რომ დიდი სურათი ინარჩუნებს მაინც დაღმავალი ტენდენციას თავის ძალას და მიზანი, რომელსაც აქ გვაქვს აღნიშნული, ვთქვიან გრაფიკზე ძალიან გრძელვადიანია, რა თქმა უნდა. შეჯერობით ესეთი სურათია. დაიწყოს მოტრიალება აქედან, მაინც დაღმასვლაც მე მგონი უფრო აქ ზარა. ისე გარღვევა და შემდეგ დონეები ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და შემდეგ ეს ღირს თუ არა აქედან აქამდე შესვა და სტოპით აქ რა თქმა უნდა შეფარდება ერთი მეორესთან არა ისეთია როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ უფრო პატარა სტოპებით შეიძლება რაღაცა გარკვეული პუნქტები ვნახოთ. ან თუნდაც დაველოდოთ როგორ მოიქცევა ფასი ამ დონეებთან და მერე ვეძებოთ შესვლის წერტილები. განვიხილოთ ოქრო. ამით ხო, გახსოვთ თქვენ რომ ვიძახდით სამიანებია და არ გავს ეს იმპულსურ მოძრაობას, რომელიც აიტანს ფაზას ზემოთ და ვიძახდით რომ შეიძლება აქედან მოხდეს კიდევ ერთი აღსავსო და მერე ჩამოსვა, მაგრამ ასე არ მოხდა, ფასი აქედანვე ჩამოვიდა. მართალია მინიმუმი არ არის გარღვეული, იცხრით ამ დონიდან და მივიდეთ ესეთი იმპულსური აღმასვლა. ჩავთვალოთ რომ ეს წინა მოძრაობის რაღაცა ნაწილია, დეტალურად ამის დაშლას დიდი დროს წაიღებს და ამიტომ მივიღოთ ის რომ ეს არის ამის ნაწილი და შეიძლება ეს იმპულსი იყოს რაღაცა უფრო გავს ამასთან შედარებით, ხედავთ თქვენ რომ არის ესეთი იმპულსური მოძრაობა, თუ მოხდა კორექცია, შემდეგ ეძებოთ შესვლის წერტილები ბაიზე უკვე. შეიძლება ოქროს გაზვირება ვიხილოთ შემდეგ კვირაში, რომ ეს მოძრაობა ჩემი აზრით არ არის სუსტი და აგვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ აღმავალი ტენდენცია იწყებს აქედან მოძრაობას. მოდით ერთ სათიანზე ვნახოთ უფრო როგორი რა არის
ну თავღოთ ტალღებზე თუნდაც 1 2 3 4 და ეს მეხუთე ტალღის შიდა სტრუქტურაა შეხედეთ 1 2 3 4 5 აქ მეხუთეს დასრულება ერთ პატარა მოძრაობა გვაკლიასავი და მე შეიძლება მიიღოთ აქედან კორექცია და აქ უკვე შესვლის წერტილების მოძებნა შეიძლება უფრო გასაგებია, პრიორიტეტი არის აღმასვლა ჩემი აზრით, მაგრამ ჯერ კორექციას დაველოდოთ და მე მაგალითად ასე მოვიცვე, ჯერ დაველოდებოდი კორექციას და მე ახლა შეიძლება რა თქმა უნდა არც მოხდეს კორექცია და პირდაპირ ავარდეს, ну რა სიზამო. ასეთ შემთხვევაში მე თავ შევიკავებდი. ნავთობზე გვაქვს ძალიან საინტერესო მდგომარეობა. გვაქვს ხუთიანი იმპულსი, გახსოვთ თქვენ ეს 1 2 3 4 5 და გქონდა ესეთი ზიგზაგი, რომლის მერე ვიძახდით თუ შეიძლება ჩამოხდეს ისე დაღმასვლა და მინიმუმის გარღვევა იქიდან გამომდინარე რომ ერთი იმპულსის მერე ანუ A B C ესეთი ველოდებით ამას მოხდა დაღმასვლა, მაგრამ მინიმუმი არ იქნა გარღვეული, ფასი ისე მოტრიალდა ასეთი რაღაც აგზელებს ფასი რაღაც ასეთ არხში მოძრაობას საკორექციო თავისი სტრუქტურით საკორექციო მოდელს უფრო გავს ვიდრე იმპულსს მართალია ეს იმპულსური მოძრაობებია, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა მოხდეს მინიმუმის გარღვევა. ეს რა თქმა უნდა თეორიულად რადგან გამომდინარე რომ გვაქვს ერთი იმპულსი, შესაბამისად ველოდებით კიდევ ერთ ხუთიანს ქვემოთ, ანუ რომ მივიღოთ ABC ზიგზაგი, ან თუნდაც თუ მოტრიალება, მაშინ პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. მაგრამ ნავთობია, ვიცით ჩვენ და აქ ყველაფერია მოსალოდნელი, გვინახია ჩვენ იმპულსური კორექციების და ყველაფერი, ანუ აქედანაც რომ ავარდეს ფასი, ეგეც არ არის რა თქმა უნდა გამორიცხული. მაგრამ თუ მივყვებით ამ ანალიზს, მაშინ ამ ანალიზიდან გამომდინარე, მაინც მინიმუმის გარღვევა არის მოსალოდნელი, თან საკმაოდ ღრმა კორექციას შეიძლება მივიღოთ თუ მოხდა ამ მინიმუმის გარღვევა. ეს იყო მეგობრებო ამ ჩვენი კვირის მიმოხილვა, ძალიან მოკლე მიმოხილვა გამოგვივიდა, იქიდან გამომდინარე რომ ბაზარზე პრინციპში ისეთი არაფერი არ მომხდარა. ძირითადად ჩვენი პროგნოზები ნახეთ როგორც იმუშავა. ვნახოთ რას მოგვიტანს მომავალი კვირა, წარმატებებს გისურვებთ, მადლობთ ყურადღებისთვის, შეხვდებით ერთ კვირაში.